გამარჯობა, მივესალმებ თქვენ მაყურებელს. ესე იგი 23 პირის პროცესი მიმდინარეობს ახლა ამ ეტაპზე. მათ შორის არიან რა თქმა უნდა ჩვენი ორგანიზაცია როგორც ფარის ასევე ერთობის წევრების და შეიძლება უშუალოდ დაკავების მომენტს, ანუ იმდენად ქაოსური მომენტი იყო 23 ადამიანი დააკავეს ერთდროულად და ეხლაც შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ პროცესები მიდის და პროცესებზე მოწმეები ზოგი რომელიც საერთოდ შესწრებიან ამ კონკრეტული პირების დაკავებას, ისინი აძლევენ ჩვენებას, ასევე არიციან კონკრეტული ლოკაციაც, რომელ ლოკაციაზე დააკავეს ეს ხალხი და ანუ ზოგადად ეს პროცესის მიუთითებს მათ სრულიად დესტაბილიზირებულ ჩამოშლაზე, რომელიც დაწყებულია და არ ვიცი, აი გუშინდელი პროცესის ერთ-ერთი მკაფიო მაგალითი იყო, ვინებს ეძახიან ამ ეგრეთ წოდებულ ღონისძიებებზე, ჩვენ თვალი მოვკარეთ, იქ ბექა გოცირიძესნაირი კაცებს ეძახიან ესენი და მსგავს კაცებზე უნდათ ააგონ და მოიპოვონ რაღაცაში გამარჯვება, არ ვიცი, ამ ფარსში, ამ არჩევნებში იქნება ეს თუ ასე შემდეგ, მაგრამ სამწუხაროდ მათ და სამწუხაროდ ვერც არჩევნებში, ვერც ქუჩაში ესენი გამარჯვებას ვერ მოიპოვებენ. ეს 23 ადამიანის დროზე თუ ადრე გამოვა და მათ ადგილზე შევლენ ნამდვილი კრიმინალები, ვინც სისხლი-ღვარეს რუსთაველზე. კი ბატონო, ლუკა, რადგან თქვენ გაქვთ საშუალება უშუალოდ მედიის წარმომადგენლებისგან განსხვავებით, რომ შეხვიდეთ სასამართლო პროცესებს, რა ხდება, რომ მოგვიყვეთ თუ შეიძლება აი თქვენ თანაგუნდელებთან დაკავშირებით უშუალოდ, აი რას ელოდებით, როგორი არის მოლოდინი? კი, ახლა კონკრეტულად მიმდინარეობს ჩვენი ერთ-ერთი თანაგუნდელის დავით გუნაშვილის პროცესი და ის სწორედ დავით გუნაშვილზე შემიძლია გითხრათ, რომ ესე იგი მას ეუბნებიან, რომ ის აიყვანეს სხვა ლოკაციაზე, მაგრამ რეალურად კადრები ადასტურებს და თვითონ რა თქმა უნდა დავით მას იცის რა ლოკაციაზე აიყვანეს და ანუ რეალურად არის საერთოდ სხვა ლოკაციაზე საუბარი და ეს გამოწვეულია იქიდან, რომ 23 პირი არის დაკავებული და ანუ უკვე თვითონაც კი აერიათ. მე სამწუხაროდ უშუალოდ სასამართლოში ვერ ავდივარ, რაღაც ეგრეთ წოდებული სია გააკეთეს, სადაც არ გვიშვებენ, მაგრამ ანუ არაუშავს. აი როგორც მე ვდგავარ ახლა გარეთ, სხვები არიან შიგნით, ნაწილი დგას ეზოში, ნაწილი რუსთაველის აქციისთვის ემზადება, აი ასე ყველა თავის საქმეს გავაკეთებთ. ერის აი ამ რუსთაველის ხალხს, პროტესტის ხალხს კარგში თუ მოგბაძავს, გავიტანთ ამ პროცესს ბოლომდე. მესმის არ ვარ საუკეთესოები, ყველაფერი ცუდი ყველას აქვს, მაგრამ აი ამ გვერდში დგომაში რაც შეეხება, აი ახლა რომ ბავშვები არიან თუნდაც გუნაშვილის პროცესზე, მე რო გარეთვა, ზოგი ეზოშია, ზოგი აქციის ემზადება, აი იმ პროცესის ერთად შეკრული მუშტით გავიტანთ ამ პროცესს ბოლომდე აუცილებლად და გუნაშვილსაც აუცილებლად გამოუშვებენ, ის იქნება ეს დღეს თუ იქნება ეს რამდენიმე დღის შემდეგ. კი ბატონო, ლუკა, აუცილებლად მე დეტალებს სამწუხაროდ ვერ გეუბნებთ უშუალოდ პროცესზე, იმიტომ რომ ვერ შევდივარ შიგნით. კი ბატონო, მესმის, ეს ძალიან შეზღუდულია პროცესებზე დასწრება, არათუ გადაღება და გაშუქება აი ამ სასამართლო პროცესების, ეს ჩვენი საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. ლუკა, აუცილებლად მინდა დაგისვათ შეკითხვა, აი ამ შეფასებებთან დაკავშირებით, რომელიც კეთდება მართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან, კონკრეტულად გულისხმობ ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს, ოცნების გენერალურ მდივან კახა კალაძეს, არ ვიცი მე თქვენ ნახეთ თუ არა დღევანდელი მათი კომენტარები, რომ აი ყველას ზოგადად აი სამოქალაქო აქტივისტებს, აქციის მონაწილეებს გეძახიან რაღაცა სახელდაკარგული ორკები, ტიტუშკები, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები. ხომ ეს არის რაღაცა მათი შეფასებები, კოლექტიურად ყველას ნაციონალურ მოძრაობას გეძახიან მიუხედავად იმისა, წარმოადგენთ თუ არა საერთოდ რაიმე ორგანიზაციასთან ერთობას. აი რას იტყვით ამ შეფასებებზე და რას უპასუხებთ ირაკლი კობახიძეს, რომელიც ესე მოგიხსენიებთ თქვენ აქციის მონაწილეებს, აქტიურ მოქალაქეებს. აი ერთ კითხვას დაუსვავ, კი ბატონო, აი ერთ კითხვას დაუსვავ მე აი კოლექტიურ ხოც მოძრაობას, მაშინ ესე მიმართავ. აი გადახედონ გუშინ ესე ვისაც წარმოადგენენ ესე და ვინც წარმოადგენს მათ, ბექა აუდიშარიას გუშინელ კადრებს გადახედონ. მე გაიხსენონ იქამდე რა უკეთებია ბექა აუდიშარიას და ვისთან ერთად ეხლა გუშინ ვიცით რომ პოლიციასთან ერთად ხარში ხელამოდებული გადიოდა. მანამდე აი ნაცების პერიოდში ვისთან ერთად დადიოდა ხარში ხელამოდებული, აი ეს გაიხსენონ და მე აი დაგვიშვა კობახიძე მე ჩვენ მკითხოს რა, მე ახლა 2001 წლიანი ვარ და ახლა ხარშორის დღევანდელი დაკავებული ბავშვების უმეტესობა არის ახალგაზრდა, რომელიც ესე რომ ვთქვა ერთწოდებული ნაცების დროს საერთოდ იმაზე რა ქვია სკოლაში არ დადიოდა ძალიან ბევრი და თავის თავს შეეკითხონ ეს ხალხი, რომელიც უმრავლესობა სწორედ ნაციონალური მოძრაობის გადმონაშტები არიან და ზუსტად ბნელი გადმონაშტები, რომლებიც იმ დროსაც აფუჭებდნენ სიტუაციას და დღეს 10 მაგათ და 100 მაგათ აფუჭებენ.
და შემდეგ გავარკვიონ და არ ვიცი ხა თვითონ მაყურებელს ხო გვიყურებს და აღიქვას აბა მაყურებელმა ხა რამდენად იმის ირაკლი ყობახიძეს დასაცავები ვარ ჩვენ ვიღაცას გავთხოვდებით თუ არ გავთხოვდებით და აი ხა ევროპაში კიდე სწავალ თუ არა ეს ირაკლი ყობახიძემ უნდა დაგვისვას და შეძლებს თუ არა კიდე რაღაცის დასვას მოდი ირაკლი ყობახიძემ დაისვას თავისი შვილები რა და ყველა ამ პარლამენტარებმა ეგრეთ წოდებულა პარლამენტარებმა დაისვან თავიანთი შვილები რადგან ევროპაში ყავთ ყველა და ეს საშიში თუ არის მე რჩევა იქნებოდა ესეთი ნაკლებად მეგობრული რომ გაუხდნენ თავიანთ შვილებს იქ რამე ევროპაში რამე მარცხი არ მოუვიდეს არავის კი ბატონო, როგორ ფიქრობ, ლუკა, რა არის მიზანი, როდესაც ცდილობენ რომ რაღაცა საზოგადოებას დაანახონ, რომ თითქოს ყველა ერთნი ხართ და ყოველთვის, როდესაც ხელისუფლებისადმი ადამიანი არის კრიტიკულად განწყობილი, ყველას შეფასება აღარ გავიმეორებ, ხომ იმ სიტყვებს რა შეფასებებსაც იყენებენ, რადიკალურ შეფასებებს გულისხმობ, მაგრამ აი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ეს არის მაინც ქართული ოცნების ძირითადი და ტრადიციული ხელწერა ყველასთან მიმართებით მიუხედავად ასაკისა, ხო, აი თქვენ ამბობდით, რომ აქტივისტების ნაწილი, არ ვიცი, შეიძლება დაბადებულიც კი არ იყო მაშინ, როდესაც ნაციონალური მოძრაობა იყო ხელისუფლებაში. ხო, ან იყო ძალიან მცირე ასაკის. ხო, აი რა არის მაშინ მიზანი, რა უნდათ? ხო, აი იმის თქვა შეიძლება ისე, რომ ანუ აი ეს გახდა მოკლედ ესე მასტიგმატიზირებელი სიტყვა და ანუ ვცდილობენ რომ აი ამით რაღაცნაირად ჩვენი როლი თავისუფლებისთვის ბრძოლაში რაღაცნაირად შეამცირონ, მაგრამ რეალურად ეს ხალხი არასოდეს პარტიისთვის არ იბრძოდა და მე პირადად მაგალითად გავილობის ღამიდან მოყოლებული მხოლოდ უსამართლობას და რუსობას ვებრძვი. პირადად მე აფხაზეთიდან ვარ, აფხაზეთიდან დევნილი ოჯახიდან ვარ და არასოდეს არ დაუშვებ რომ აქ ამ ქვეყანაში რუსებმა იბოგინონ და ერთადერთი ინტერესი რაც მე მომძრავებს არა ნაციონალური მოძრაობის დაბრუნება არის, არამედ ამ ქვეყანაში სამართლის აღდგენა, ამ ქვეყნის გათავისუფლება რუსებისგან და ამ ქვეყანაში ბავშვებს და ახალგაზრდებს უნდა მიეცეს სწავლის საშუალება და მე ძალიან არ მიხარია ეხლა რომ სასამართლოს ცხოვრებაში არც არ უნდა მოსულიყავი არც მე და არც ეხლა 23 დაკავებულ შორის უმეტესობა თუ არა ყველა და საერთოდ არავის არ გვიხარია მე ძალიან გამიხარებოდა რა ეხლა მქონდეს უცხოეთში სწავლის საშუალება მიყვებოდე ჩემ პროცესს ვსწავლობდე ჩემს პროფესიას მათემატიკას და შემდეგ ეს ჩემი ცოდნა კიდე გაუზიარო სხვებს მაგრამ ამის საშუალებას სამწუხაროდ არ გვაძლევს ეს ჩვენი რეჟიმი და დღეს ჩვეულებრივ რიცხვი ვერავინ ვერ გააგრძელებს ცხოვრებას ამიტომ ეს არის იმის მიზეზი რის გამოც გავართ უკვე 300 დღე არის ქუჩაში და კიდე რამდენიც საჭირო იქნება იმდენი ვირგებით და აუცილებლად მივახცევთ გამარჯვებას ყველა ერთად ხალხსაც მოუწოდებ რომ შემოგვიერთდნენ მესმის შეიძლება რაღაც არის რაც მათ აკავებთ დღეს და შეიძლება არ არის ეს პროცესი იდეალური ესეთი პროცესი ვერ იქნება განსაკუთრებით ქუჩაში მიმდინარეობს ხო ეს პროცესი ძალიან რთულია ქუჩაში ნებისმიერი პროცესი იყოს იდეალური მაგრამ ჩვენ ყოველ შემთხვევაში რამე კარგი დაინახოთ ჩვენგან კარგი ისწავლონ ერთმანეთში დგომა როგორიც ვიცი და ეხლა ყველას ესა დარბაზი რო სავსე არის ეს ისწავლონ ხალხმა გამოვიდნენ და ერთად აუცილებლად დავამარცხეთ ამ არაფერზე მდგომ რეჟიმს მარტო რუსულ ნარატივებზე დგას ეს რეჟიმი და შესაბამისად ძალიან მარტივად გამოეცლება როცა რუსეთის მიყვება მათ ესე რომ ვთქვათ სისტემის გრევას რადგან იქაც არ ვდგათ კარგად საქმე მათ კი ბატონო, გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ლუკა გოგია, სამოქალაქო აქტივისტი, ორგანიზაცია